ტელეკომპანია თრიალეთს მხარდაჭერა ამჯერად ლელო ძლიერის საქართველოს ქარელის ორგანიზაციის წევრებმა გამოუცხადეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ტელევიზიაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, რის გამოც 36 წლიანი ისტორიის მქონე ტელევიზია დახურვის საფრთხის პირას დგას. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ტელერადიო კომპანია თრიალეთის საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია, ეს კი დამოუკიდებელი მედია საშუალების ფუნქციონირებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. ტელევიზიის, რომელიც წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის სიმართლის მიწოდების მთავარი წყაროა, დღეს კი კრიტიკულ ზღვარზეა. ახლა ვიყოფებით ტელეკომპანია თრიალეთში, ეს იმ ტელევიზიაში, რომელსაც მთავრობის მხრიდან ახლა ემუქრება დახურვა. ეს ტელევიზია ათეულობის წლები ემსახურებოდა შიდა ქართლის მოსახლეობას, მის საჭირო საკითხებს დროულად აშუქებდა და მოსახლეობა ბევრ ინფორმაციას გებულობდა ამ ტელევიზიიდან. ასევე ოპოზიციასაც ყოველთვის ჰქონდა საშუალება, რომ ჩვენ თავისუფალი აზრი დაგვიფიქსირებინა და ეთერს ყოველთვის გვითმობდა ეს ტელევიზია ოპოზიციის წარმომადგენლებს. ლელო ძლიერის საქართველოს ქარელის ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია თრიალეთს. ეს ტელევიზია არ უნდა დაიხუროს, უნდა გააგრძელოს მუშაობა აუცილებელი. ეს არის ერთადერთი ტელეკომპანია, რომელიც შიდა ქართლში მართალ სიტყვას აშუქებს, რომელიც მოსახლეობას ეხმარება, რომ გაიგოს ის რეალური სიტუაცია ნებისმიერ სოფელში იქნება თუ ნებისმიერ ქალაქში იქნება ჩვენი შიდა ქართლისა. მივიდეს ის მართალი სიტყვა, მათი პრობლემები მთავრობამდე იქნება თუ მოსახლეობამდე იქნება და ამიტომ დიდი თხოვნა იქნება, რომ რაც შეიძლება დაფიქრებით, ასე ვთქვათ, გადაწყდეს ტელეკომპანია თრიალეთის საქმე დადებითად და მოხდეს ამ ტელეკომპანიის შემდგომი მუშაობა კვლავ და კვლავ ისე, როგორც ემსახურებოდა აქამდე ხალხს. მედიის დაცვაზე და ამ კუთხით სამოქალაქო აქტივიზმზე საუბრობენ სამოქალაქო სექტორშიც. მათი განცხადებით, თავისუფალი მედიის არსებობა რეგიონში დემოკრატიისა და საზოგადოებრივი კონტროლის ერთადერთი გარანტია. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მეთოდებით ბრძოლა კი პირდაპირ აისახება მოქალაქეების უფლებებზე. თრიალეთის კარი ყოველთვის ღია იყო, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის იქნება ეს თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის თუ ორგანიზაციებისთვის, ამიტომ ასეთ დროს, როდესაც თავისუფალ მედიას აქვს ესეთი მძიმე მდგომარეობა, რომ ხელისუფლება ცდილობს მის გაუქმებას, მის მოხრჩობას, მის გაჩუმებას, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესი არის, რომ ყველამ საკუთარი პოზიცია გამოხატოს და დადგეს თავისუფალი მედიის გვერდით. შემთხვევაში ძალიან სწორი და კარგი გადაწყვეტილება იყო ლელოს ქარელის ორგანიზაციის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯი, რომ მათ გამოუცხადეს თრიალეთის სოლიდარობა. მე პირადად როგორც მოქალაქე, როგორც აქტიური ადამიანი ველოდები, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც აიღებენ პასუხისმგებლობას, დაუჭერენ თრიალეთის მხარს და თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დაეხმარებიან იმაში, რომ ეს ტელევიზია არ გახდეს მორიგი ის მედია, რომელსაც ხელისუფლება თავისი ავტორიტარული მიზნებიდან გამომდინარე დახურავს, გააუქმებს და გააჩუქებს. დღევანდელი მდგომარეობა, რა დროსაც შეტევა მიდის ტელეკომპანია თრიალეთზე, ეს არის კიდევ ერთი მისი დასტური, კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ დღევანდელი მმართველი რეჟიმი, ანუ რას წარმოადგენს ამ ქვეყანაში, ეს არის არადემოკრატიული ჩვეულებრივი დიქტატურის დამყარების ცდელობა, როდესაც ახშობენ ყველანაირ თავისუფალ მედიას. მათი მიზანია, რომ აღარ ისმოდეს თავისუფალი სიტყვა ქვეყანაში და ამაზე ვფიქრობ, რომ ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ უნდა აღიმაღლოს ყველა ხმა, იქნება ეს პოლიტიკოსები თუ თითოეული ადამიანი, მოქალაქე, რომელთვისაც წლების განმავლობაში მუშაობდა თრიალეთი, ხო? ვისაც რამე დაჭირდებოდა, ან რაღაც პრობლემა ჰქონდა, თრიალეთი ყოველთვის ყველას კართან მიდიოდა და აშუქებდა. ტელეკომპანია თრიალეთში აცხადებენ, რომ მიუხედავად ფინანსური ბლოკადისა და ზეწოლისა, ისინი მაყურებლისთვის მუშაობას მაინც აგრძელებენ. მედიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები პროცესის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნებას და ზეწოლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ.